მოგესალმებით, მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მაქვს სელენაზე ვიდეო ჩაწერილი, ფარველი ანგელოზი ესევე ძახით, ხოლმე სელენა ქვია ასტროლოგიურად ფიქტიურ წერტილს. მინდა კიდევ ერთხელ ცოტა განსხვავებული კუთხით შემოგთავაზოთ სელენაზე ვიდეო. ფარველ ანგელოზს ვეძახით ნამდვილ ავთენტურ მეს ფსიქოლოგიაში, ეს არის დამცავი ენერგია, მაგრამ აი ცოტა სხვა კუთხით რო შევხედოთ, მე მაგალითად ასტროლოგიაში პირად რუკაში უმნიშვნელოვანეს ადგილს ვუთმობ ხოლმე სელენას, იმიტომ რომ ადამიანის ენერგეტიკას აჩვენებს პირველ რიგში, ადამიანის ნამდვილ მოტივაციას, სულის მოტივაციას აჩვენებს, რომელიც მერე როგორც იმპულსი ცხოვრებისეული ისე ვლინდება. ხშირად არის ხოლმე, რომ აი მაინც არ აქვს ადამიანს სელენა გაცნობიერებული, ან განცდა აქვს, რომ არ უმუშავებს ეს სელენას ენერგეტიკა. ნუ ზოგჯერ ეს არის, რომ იქ სადღაც სხვა ცხოვრებისეულ პრობლემებს შეიძლება ვყავართ უფრო დაჭერილი, თუმცა ნებისმიერი, თუნდაც ისე რომ გითხრათ კარმა ასტროლოგიაში ნეგატივი, ზუსტად სელენას გამო მუშაობს. იმიტომ რომ სელენა არის ის ღერძი, რასაც ჩვენი სული, ესეთ კარმული ასტროლოგიით რო გითხრათ, ეძებს, სული, რომელიც ასხივებს ამ ენერგიას და ან ვერ პოულობს აქ მხარდაჭერას, ან არეალი არ აქვს ამ ყველაფრისთვის, ან პირიქით გაჭედილი არის ზუსტად სელენას ენერგიაში, როგორც არქეტიპულად გაუცნობიერებლად ესე ბორბალში რო ვტრიალებთ ხოლმე და აქაც გასაცნობიერებელი არის ეს სელენას ენერგია. ახლა მეგეთყვით, ჩემთან როცა თერაპიულ პრაქტიკაში გავდიოდით, ახლა წლების განმავლობაში მუშაობ ასტროლოგიურ თერაპიულ ისეთ პროცესში ვარ ჩართული, ასტროლოგიურ თერაპიულ პროცესში და რა ხდებოდა ხოლმე, როცა სელენას ვიჭერდით, სელენას ენერგიას, როგორც წესი, ნებისმიერი ნეგატიური კარმული, ისეთი, აი, შავმთვარეს რო ვეძახით, სატურნს რო ვეძახით, ესეთ ნეგატიურ კარმულ პროცესებში ყველაზე მეტად სელენა გვეხმარება. ფარველი ანგელოზი არის ის ღერძი, ის წერტილი, რომელიც როგორც კი ჩვენ გადავდივართ ამ სელენას ვიბრაციაზე, იზრდება ჩვენი ენერგეტიკა. თვითონ ვაკვირდებოდი ხოლმე თერაპიულ პროცესში, როგორ იზრდებოდა აი განცდადობაში, რომ ეხლა ვიცი უკვე რომ სწორ გზაზე ვარ, ან ვიცი რა მინდა, სიმყარე შემოდიოდა რაღაცნაირად, ფსიქოლოგიურ, ენერგეტიკული, ეზოთერულად ესე ვიძახით, კარმულ, ეზოთერულ ქრისტიანობაში რო შევხედოთ, ხო? მთავარ ანგელოზები, ნათელი ენერგიები, სულიერი მაღალი ვიბრაციის ენერგიები დგებიან ამ ადამიანის გვერდში. იმიტომ რომ სელენა ეს არის სულის გამტარი ვიბრაცია ამ სამყაროში, სულიერი ძალებისგან. ანუ ჩვენ ფაქტიურად, აიცით როგორი რაღაც, აი რო შემოგთავაზოთ უფრო გასაგებად, აი წარმოიდგინეთ, როცა ან ისეთ ეზოთერულად დემონურ ენერგიებს რო ეძახიან, როცა ან შიშებზე რო ვდგავართ, ხო? ეხლა შავი მთვარე ეს არის შიშები, ეს არის სევდა, ეს არის მიჯაჭულობები. აქ უმეტესად შემოდიან ეზოთერული ენით რო გითხრათ, უფრო ოკულტურო დაბალი ენერგიის სულები. რას ნიშნავს ახლა ოკულტურო? მაგალითად, როდესაც ახლა შავ ენერგიას ვლაპარაკობთ სიტყვაზე, ხო? ის ესე უცერემონიოდ შემოდის ჩვენს აურაში. გვინდა არ გვინდა ვეპატიჟებით არ ვეპატიჟებით, ეს ძალიან ისე რომ ხატრულად რო აგიხსნათ, ხო? სინამდვილეში ეს არის ენერგია, ნეგატივი ავიკიდე, რო ამბობთ, ხა პოზიტივს ვერ ავიკიდებთ, ხო? იმიტომ რომ აი ეზოთერული ხედვებით ნათელ ენერგიებს უნდა გამოუძახოთ, უნდა ვთხოვოთ დახმარება. იქით არავინ არ გვივარდება. ესე ვამბობთ ხოლმე ეზოთერულ წიგნებში ესე არის. ანუ რაც უფრო ზედა საფეხურზე ავდივართ, მით უფრო იქ ვიბრაციებში უფრო კარგი ტიპები არიან, უფრო დახვეწილი, ხო? ანუ იქ არ არის უხეში ჩარევა. იქ არის დახმარება. გინდა დაგეხმარები, არ გინდა არ დაგეხმარები, ხო? ანუ რაც უფრო ზედა ვიბრაციაზე ავდივართ, იქ თავისუფალი ნება უფრო მეტად ვლინდება. რაც უფრო დაბალ ვიბრაციებზე ვართ, აქ თავისუფალი ნება არ არის. აქ არის საზღვრების დარღვევა, შემოჭრა ჩვენს ენერგეტიკაში, გასვლა ჩვენ ენერგეტიკაში, ანუ ენერგიის მიღება, მაგალითად რაღაცა რო იღებს ჩვენგან და უკითხავთ ენერგიას, ხო? ეს დაბალ ასტრალს რო ეძახიან ეზოთერულ ენაზე მაგალითად. აი, როდესაც სიხშირეს ვსვრდით და სელენას ენერგიაში ავდივართ, ხო? აი, აქ უფრო ნათელ ენერგიებთან გვაქვს ურთიერთობა, უფრო ვაძლიერებთ დაცვას, მფარველობას. და ეს ფარველობა შეიძლება ბევრი სახით გამოიხატოს. ეს შეიძლება არ იყოს ესე რომ რაღაც
სხვათა შორის სელენაზე წერია, რომ ფულს არ იძლევა, კეთილდღეობას არ იძლევა, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად რა ჩავხმავდეთ, ძალიან ბევრ ამას იძლევა სელენა, ფინანსებსაც სხვათა შორის ძალიან ბევრი მინახავს სელენა კურო რო ავიღოთ, სელენა მორიელი რო ავიღოთ, აი ეს ღერძი განსაკუთრებით, ხო, ფინანსებზე რო არის პასუხისმგებელი, ხო? ან სხვადასხვა სელენები, რომელიც იმ სფეროში შედიან, რაც სელენას ენერგია არის, მაგალითად და შემოსავალიც შემოსდით, უფრო წარმატებულებიც ხდებიან, უფრო კარგად ხდებიან. ანუ, როდესაც ჩვენ სელენას ენერგიას სწორად ვიყენებთ და აქაც დონეები არის, ხო, როგორც ჩამთვარეზე როცა ვლაპარაკობ ხოლმე, აქაც დონეები არის სელენას რა დონეზე ვიყენებ. ახლა მე ჩემი სელენას ადამიანი ზოგი რომ მინახია, ზოგთან ვერც კი რომ მიხვდები, რომ სელენა ყავს ამ ნიშანში იმდენად არ იყენებენ საერთოდ და ზოგიერთს უბრალოდ ვიზუალურად რო შემეხედა ეგრევე მიცნია, რომ არც უნდა ამას ლაპარაკი, ჩანს, რომ ეს სელენა ყავს, ხო? ანუ ზოგი ძალიან ეტყობა, ზოგი ძალიან გამტარი არის ამ ენერგიის და შესაბამისად ბევრი საკუთარი გამოცდილებითაც გეუბნებით, თუ რაღაც მძიმე გადამილახია, თუ გამკლავები ვარ რაღაც სერიოზულ გამოწვევებს, უფრო როგორც კი სელენას ენერგია ჩამირთავს, მაშინ გამკლავები ვარ კიდეც და მოუტანია კიდეც შემდგომ ბევრი სასიკეთო რამ. და სხვათა შორის ახლა ჩავწერე ვიდეო 30 მაისს მაქვს სელენას გაცნობიერებაზე ჯგუფური ტრენინგი. ეს პირადი რუკებით გავდივარ სელენას გაცნობიერების ენერგიას და მომიდა თქვენთვისაც გამიზიარებინა ეს სელენაზე. რა არის ეს თვითონ ხა ვისაც გნებავთ შეგიძლიათ დაესწროთ უკვე უშუალოდ პირადი რუკებით სახლის ასპექტების ჩათვლით გავივლით თერაპიულად სელენა რა ენერგია არის მაგალითად წინაზე ეს ვიდეოში ვთქვი რომ აი ხლა ძალიან კარგი რუკა აქვს უნგრეთის ახალ პრემიერს ახალ ხელმძღვანელს ესე რომ ვთქვათ ну იქ სატურნი ყავს ძლიერი საკმაოდ და ბევრი კარგი კომბინაციები აქვს თუმცა არის იქ რაღაც ისეთი შავი ლაქები რომელზეც როგორც წესი შეიძლება ნათელით დავიწყოთ ხოლმე და შავში გადავიდეთ. აი მანდ უკვე ფარველი ენერგიები აღარ გვეხმარება, როცა შავში გადავდივართ, მაგრამ ეს არის გამოცდაც. აბა გადავალთ თუ არა, მაგრამ პოტენციალი შეიძლება ძალიან კარგი გქონდეს. ახლა ამ ადამიანის შემთხვევაში სელენა მზის შეერთება აქვს და სელენა მარსის შეერთება. აი ხა კარმული ასტროლოგიით სელენა რო არ ყოფილიყო აქ შეიძლება ნაკლებად ქონოდა ამ ყველაფრის ენერგია, რაც მან ჩაატარა უბრალოდ თავისი თევზური ენერგიით, ხო? იმიტომ რომ თევზებში ყავს ეს შეერთება. ანუ ჩვენ რო რეალურად დაუკვირდეთ, სელენა იძლევა იმხელა იმპულსს წარმატების კუთხით. აი თუნდაც ახლა სელენა ლომები რო ავიღოთ, ხო, სიტყვაზე. ძალიან დიდი ძალაუფლება შეიძლება მიიღონ. ოღონდ მე ლილითში არ უნდა გადაიყვანონ, ხო? მე შამთვარეში გადაგვდის ხოლმე თუ არასწორად ვიყენებთ. ანუ ზუსტად ეგ არის, რომ სელენათი გვეძლევა. ოღონდ მე მან ცაცლურები არის, ხო? არ გადავალთ იქ. ანუ როგორ გამოვიყენებთ აბა ამ ძალაუფლებას? შესაბამისად, მე რასაც ვაკვირდებოდი, აი თუნდაც ჟანა დარკი, სელენა მორიელი, ხო? სელენა მორიელი ამოძრავებდა თავიდან ბოლომდე ხა სხვას არაც ერთ სელენა, რაც არ უნდა რუკა იყოს იქ, ეს სელენა თუ არა, უბრალოდ იქ სულის ის ვიბრაცია, სულის мотиваცია, თავარი ღერძი და არაცნობიერად რო უბრალოდ ჩართული არის, უბრალოდ არ ექნებოდა. ამიტომ რეალური რო გითხრათ, პირადი რუკა ძალიან მნიშვნელოვანი არის პირადი ასპექტები, იუპიტერი, აღმავალი კარმული კვანძი, სახლების მართლობები, გასაგები ინდივიდუალურ რუკაში, მაგრამ აი თუნდაც ხშირად რო ახსენებ მერაბ კოსტავას სელენა ვერცი რო არ ყოფილიყო, თან ზუსტად შეერთებაში ქონდა იუპიტერთან, ნუ არ დარჩებოდა ისე აი გმირად, ხო? აი ეროვნული ლიდერი, განმათავისუფლებელი ლიდერი, ხო? ეს ეროვნული გმირის არქეტიპი არის ვერცი პირდაპირ სელენა ვერცი და იუპიტერთან შეერთებაში ეს უკვე ღირებულებებში, სუფთა ღირებულებებში გმირი, ხო? და აი ამ არქეტიპებთან ყოველთვის სელენა არის მეგობრებო დაკავშირებული ნებისმიერი ცნობადი სახე თუ დიდი გმირი თუ რაღაც დიდი საქმეები ყოველთვის სელენას ენერგიით კეთდება. ყოველთვის ესე არის. აი ათათურკი კი ქონდა იქ ბევრი შავი ლაქები რუკაში, მაგრამ სელენა ყავდა მშვილდოსანში და მზესთან შეერთებაში. და შესაბამისად აი ეს სოფლიოში შეიყვანა, გლობალურ პოლიტიკაში შეიყვანა თურქეთი, ხო? ანუ ყველა დიდი საქმეები ყოველთვის სელენას ენერგიით არის და ძალიან მიყვარს ხოლმე რომ არ აქცევენ ამ სელენას უცხოურ საიტებზე ლილიტზე კიდევ უფრო რაღაც ინფორმაცია არის სელენაზე არ არის ხოლმე. ამ დროს მე რასაც ვაკვირდები ხა წლებია ვსწავლობ უამრავი ცნობილი ადამიანის რუკას. აი
ადრეც მოგიყევით სელენაზე, ფილმს უყურებ, ხედავ ისტორიული ფაქტები არის. ჩავყვები და ადამიანი აი გამომიცნია უბრალოდ რომ აი ამ ზონაში ყავს სელენა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ უკვე სიტყვებზეც რო გაქვს და რაღაც ყური მიჩეული ხო, რა სიტყვები შეიძლება იყოს სელენას გამომხატავი, თუნდაც პირად კონსულტაციაზე რომ მოდიან ხოლმე. ზუსტად ვიცი, მთავარ ისეთ мотивაციურ სიტყვებს რა სიტყვია, როცა მათ სელენას უყურებ. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს გავააქტიუროთ, იმიტომ რომ სახეზეც გვეთყობა აი ფიზიკური მონაცემები, შეიძლება რომ გეუბნებით ხოლმე ჯულია რობერტსი ეს თავის ციმციმა თვალებით, სელენა ვერძი ყავს და ძირთადად ეს ვიბრაცია არის, ხო, ვერძული ვიბრაცია არის აქ. რაც არ უნდა იუპიტერი იყოს ვერტში, რაც არ უნდა თვარე იყოს ვერტში, ეს არ ახდენს ესე ვიზუალურადაც, ხო, აი თვალები პირველი სელენა ვერძებს, რასაც უყურებ, თვალები არის მთავარი, ხო, ღიმილი და ციმციმა თვალები. აი ეს არის შტრიხი პირდაპირ, ხო? და ხო სელენას ასწორები, აი ეს რაღაცა სიმშვიდე, რაღაც აი სხვა სიმშვიდე და ჰარმონია მოდის მათგან, სილამაზე მოდის, აი დახვეწილობა მოდის ენერგეტიკულად, ხო? და რაც უფრო ჩვენ ვერ ყვევით აი ამ სელენას ენერგიებში, მით უფრო დაკვირვებული თვალით სხვა ადამიანების ენერგეტიკასაც სწავლობთ, აი როგორი ვიბრაცია აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ამ ენერგიასთან კონტაქტი, ხა. თერაპიულადაც ვიყენებ ხოლმე სელენას ენერგიას, თავარია ზუსტად გავაცნობიეროთ და დავიჭიროთ. მე სელენას ჭირდება დონეები აქვს სელენას, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ვამუშაოთ ეს სელენა, ხო? აი მაგალითად იმ უნგრეთის პრემიერის შემთხვევაში სელენა თევზებში და მზესთან შეერთებაში ეს შეიძლება აი ემოციურად ძალიან კარგად ხდებოდეს გარშემო რა ხდება მაგალითად ფარული მართლობა არის თევზები აი ჩუმად რომ თავისთვის მოდის და უცებ წამოიღო 2 წელიწადში ხალხის დიდი ნდობა ხო თან იქ პოლიტიკური რუკაც ქონდა ძალიან კარგი იმედი არ გადავა იმ პრობლემური კომბინაციებისკენ რაც აქვს და მანდა ძალიან მნიშვნელოვანი იცით რა არის სელენას ერთგულებაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემ პირადი ხედვით მერაბ კოსტავა იყო სრულად ერთგული თავის სელენასი აი ფაქტიურად სელენას ღერძზე იჯდა მთლიანად და ამას დიდი თავგანწირვაც სჭირდება ანუ სელენა არ არის ენერგია რომ ჩვენს ვიჯდეთ და არაფერი არ გავუკეთოთ აქ სერიოზული მუშაობაა საჭირო თავგანწირვა არის საჭირო ოღონდ მოდის უამრავი სხვადასხვა ფორმის შედეგები შეიძლება ახლა მერაბ კოსტავასთან ხა დროც იყო ისეთი ვული არ მოვიდა კეთილდღეობა არ მოვიდა მაგრამ გაცილებით იმაზე მეტი მოვიდა მისთვის ხო მიუხედავად იმისა რომ ხა სხვა შეიძლება ძალიან რთული რუკა ქონდა მარსი პლუტონის ნეგატიური ასპექტი ქონდა აი ძალიან ბევრი ტრამვული კონფლიქტური ასპექტები ქონდა რომელიც აჩვენებდა რომ მარტივი ცხოვრება არ იქნებოდა ანუ ეს სელენა კი მთავარი ღერძი არის მთავარი ვიბრაცია აი გულახდილად რო გითხრათ რუკაში ლილიც უყურებს სელენასთან ერთად მარტო ლილიც არ უყურებ იმიტომ შეიძლება შავი მთვარე აი სამი ადამიანი შევკრიბო ერთნაირი შავი მთვარით აბსოლუტურად სხვადასხვა ერთი ვიბრაცია არის მაგრამ ისტორია ვინ რატო აკრია ამ ლილიცზე იქ სელენას უყურებთ ყოველთვის ანუ სელენა არის მთავარი წყარო და რო გვიჩვენოს ლილიტი აქ უკვე როგორ ვლინდება ხო თორე ისე ცალკე შავი მთვარე აი ნუ ესე არ მუშაობს სელენა ლილიტი ერთი ღერძი არის სულ მაგას გეუბნებით აი თერაპიულ პრაქტიკებში თვითონ ვიხდებიან ხოლმე ახლა მაგალითად ასტროლოგიის სკოლა მაქვს სადაც უკვე თერაპიულად რამოდენიმე ეს თერაპიული პრაქტიკა გავიარეთ სელენა ლილიტის ღერძის უშუალოდ და მთელმა ჯგუფმა მიხვდა რასაც ვლაპარაკობდი დაინახა ეს ხო და სხვა შეიძლება ასტროსკოლა ვფიქრობდი ნოემბერში გამეკეთებინა მაგრამ შეიძლება ივლისშიც გავაკეთო ივლის-აგვისტოში მალე დავდებ ივენტს იმიტომ რომ არის მოთხოვნა და ესეთი პასიური პერიოდი არის დასვენების პერიოდი არის და შეიძლება ზოგიერთ უფრო გერჩინოთ მაგალითად ესე ასტროფსიქოლოგიის შესწავლა თქვენ რუკაზე რო იმუშაოთ ადამიანების გაცნობა რო ისწავლოთ ეს არ არის მარტო ასტროლოგია ვისწავლოთ ხო გვეზიარებით ხოლმე მთელ ჯადოსნურ სამყაროს სადაც შეგვიძლია რაღაც სამყაროს საიდუმლოებებს ჩავწვდეთ ფაქტიურად ხო აი ზოგჯერ არის რომ აი თერაპიულად მოდიან ჩემთან
და ბევრ ფსიქოლოგთან გაიარეს კონსულტაციები, თუნდაც პირად ცხოვრებაში და რუკაში ჩანს რეალურად, რატო აქ ადამიანს ის შეგრძნებები, რაც აქვს და ზოგჯერ ასტროლოგიაში უფრო უპოვია ის დასაყრდენი, რაც თერაპიულად ვერ მიუღია. ჩემს შემთხვევასაც ახლა მეც იგივეს გავდიოდი ხოლმე, თუმცა ფსიქოთერაპია თუ ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ჩვენი ასტროლოგიური ცოდნები რეალურ შედეგებში გამოვიყენოთ და რეალურად პრაქტიკაში ჩავრთოთ, ხო, ეს ცალკე არ გამოდის ესე. და ძალიან გვეხმარება ეს ორივე სისტემა. უბრალოდ ახლა მაქვს ბევრი ვიდეო სელენაზე ჩაწერილი, ყველა სელენა როგორ მუშაობს, მაგრამ აუცილებლად ლიეთთან ერთად ვიყენებთ, იმიტომ რომ ეს არის ერთი ღერძი, ეს იყო თავიდან ერთი ისტორია, რომელიც მერე სადღაც ისევ ერთად იკვრება პერიოდულად, მერე პოლარობებში გადაგვდის, ხო? მაგრამ რასაც უყურებ, მეგობრებო, აი გამოცდილებიდან გამომდინარე, სელენას ენერგიაზე როგორც კი შევდივართ, ჯერ ეს ადამიანი ხდება საოცრად სანდომიანი, საოცრად ავთენტური, საოცრად ეხმარება მას თითქოს სამყაროც, აი სამყაროს ენერგია შემოდის, აი წყალობასავით მოდის ხოლმე სელენას ვიბრაციაზე, როგორც კი დავჯდებით. ხდება გაცილებით მიმზიდველი სხვებისთვის, თორე შავთვარეზე ვინც ზის, შავთვარეს რა არის? ეს არის ეგო და ყველა მერე გაურბის ამ ეგოს, ხო? და ეგეც პრობლემა არის, ხო? შორის, იმიტომ რომ არავის არ გვინდა სხისით ტკივილის გაგება. ჩვენ ყველა გვინდა სელენაზე იყოს ყველა, ხო? როგორც კი სელენას ავლენს ადამიანი და მან ზად არის ენერგიით აივსოს, გაავრცელოს, რაღაცა თავისი ნათელი ენერგიები ყველას მოგწონს. მაგრამ პრობლემურები და ტრავმირებულები არავის არ გვინდა. ამ დროს ესეც მნიშვნელოვანი არის შავთვარის ზონაში, როცა არის ადამიანი მოусმინოთ, ხო? მოусმინოთ, ახლა იმას კი არ ნიშნავს, რომ განუმტკიცოთ შავთვარის თემა. იმისი ტკივილი გავიგოთ, იმიტომ რომ შავთვარი ხშირად ტკივილი არის, ხო? ის სელენა რატო დავკარგეთ, ამის ტკივილი არის სადღაც. და ამიტომ აი პირდაპირ სელენას ენერგიაზე, როცა ნენელა გადავდივართ, გვიწევს ამ ტკივილის მიღება. ლილითის ზონაში, ანუ ამ სელენას დაკარგვის მიღება გვიწევს ისევე ამ სელენას ენერგიით. და მე რო ხვდებით ხოლმე ამ სელენასვე ენერგიით, მაგალითისთვის რო გითხრათ, ახლა ვაჟობშაველასთან ძალიან კარგი ის შემიძლია პარალელი გავავლო, მაგალითად სელენა ყავდა მერწყულში და შავთვარე ყუროში. და ძალიან საინტერესოდ შეიძლება და ეს გამოვლენილიყო ახლა სულ რაზე ჭყალებში წუწუნებდა, ხო, რომ მიწა რომ ითხოვდა ბევრ მუშაობას. საჭირო იყო მატერიალური ცხოვრებისთვის უბრალოდ რომ ეს ჭამა ძალიან მძიმე შრომა გამოევლინა, ხო? და სელენა იყო მერწყულში და მერწყულის რა არის იდეები, თავისუფლება, ხო? აი მისი სული იყო სულ დაფრინავდა, სადღაც დიდ იდეებში, რომელიც კაცობრიობას ემსახურებოდა, დიდ იდეალებს ემსახურებოდა და აი ამას ვერ აერთებდა სადღაც, ხო? და როდესაც პოლარობაში ვარ გადავარდნილი, მე აქედან ეს ენერგია ამთხოვს, რომ ესეც გამოავლინე, ამას ნუ კარგავს სადღაც ეს ლილითის ენერგია, ხო? და კი ქონდა ამ ბუნების იდეალიზაცია, ზუსტად კუროს თემატიკაში იყო ძალიან კარგად, მაგრამ თვითონ უშუალოდ წარმოსახვაში და იდეებში კუროს იღებდა. მაგრამ უშუალოდ მიწასთან ურთიერთობაში იქ უკვე ტკივილი და ტანჯვა ვლინდებოდა, ხო, სადღაც და ამ დროს ზუსტად სამყარო აი ამას გვეუბნება ხა ამ კომბინაციას, რომ უნდა განევითარებინა სტაბილურობა, კომფორტი და პლუს იდეალები, ხო, ეს გამოცდასავით არის. და როგორც წესი ამ ზევიდან თუ ვდგებით და ზევიდან უყურებთ ამ ორივე პოლუს მე ხვდებით ამ ყველაფერს, მე სელენას ენერგიაზე ვჯდებით უკვე ლილითთან ერთად ჰარმონიულ კომბინაციაში რო გითხრათ და აქედან ძლიერდება უკვე ჩვენი ნათელი კარმა. ჩვენ ფაქტიურად უდიდესი ძალა შემოგვდის, უდიდესი რწმენა შემოგვდის, იმიტომ რომ მარტონი აღარა ვართ უკვე ამ ყველაფერთან, უკვე გვეხმარებიან, უკვე ის კულტურული ძალები რომ მოვიხმობთ გვიდგანან გვერდში და ბევრ კარგ საქმეს გვაკეთებინებენ. ოღონდ ახაც ეგეთი გამოცდა არის, რომ არ უნდა უღალატოთ ხოლმე ჩვენ აი ამ ღირებულებებს და ამ იდეალებს, რომელიც სინამდვილეში ღალატი არ გამოდის, ეს უფრო დარდი გამოდის, რომ რატო ის არა გვაქვს, რაც ძალიან გვინდა. და აი აქ მივდივართ ხოლმე როგორც წესი განცდებში, აი ისიც გასაცნობიერებელია, აქაც თერაპიულად გავდივართ ხოლმე ამ ყველაფერს და როდესაც ხდება კონტაქტი სელენასთან, ოღონდ ტვინით კი არა, გაცნობიერება, სხეულებრივად, ემოციურად გაცნობიერება,
ხდება ისეთი სიმშვიდე მოსდის ზოგს ისეთი აი ენერგია სტიქიურ დონეზე ენერგია შემოსდის ზოგ შეიძლება წყალი მოსდიოდეს წყლის ენერგიას გრძნობდეს ზოგი ცეცხლს გრძნობდეს ზოგი ციმციმს გრძნობდეს ესე ყველა სელენას თავისი ვიბრაცია აქვს და არის ტერიტორიები სადაც სელენას ზონაში შეგვიძლია მოხვდეთ არის ადგილმდებარეობა ან სტიქიები ან გარემოება უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი სად ყავს, როგორ ყავს, როგორ დავაკონტაქტოთ მას, როგორ გამოვიყენოთ ეს ენერგია. აი მან უკვე სხეულთანაც შემოვდივართ კონტაქტზე, სხეულში ვააქტიურებთ ამ ვიბრაციებს, ამ ენერგიებს და მოდის მე უდიდესი უშიშრობა შინაგანი. და ეს ძალიან დიდი ენერგია არის. მე ძალიან სერიოზულად ვმუშაობ სელენას ვიბრაციაზე. და მაგაზე მაქვს ძირითადად, პირველი მთელი რუკიდან გამომდინარე, მაინც სულის მთავარი იმპულსი, სულის მთავარი ვიბრაცია სად არის, აქ სელენას უყურებ და ხვდები უკვე ის რუკა როგორ მუშაობს მასთან, როგორ ღირებულებებში გადადის, მერე მთავარი იმპულსი, სულის იმპულსი. ნამდვილი ავთენტური ეს იმპულსი, ხო? მაგალითად ეს მინდოდა მე თქვა, ბევრი ვიდეო მაქვს სელენაზე, ლილითზე ძალიან ბევრი ვიდეო, 100 ვიდეო მაქვს უმეტი არა უკვე და შეგიძლიათ ხოლმე ნახოთ, მაგრამ რაღაც მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის სელენას თემაზე და კიდევ უფრო სიღრმისეულად რა ჩაიხედათ. დროებით მეკვლდება.